მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას ორთაჭალაში 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ამ დრომდე მძიმეა დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევის შედეგად ჰოსპიტალიზებული კიდევ 3 ადამიანი კი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ძლიერი აფეთქების შედეგად მეოთხე სართულზე არსებული საცხოვრებელი ბინები ფაქტობრივად განადგურდა. ასევე დაზიანებულია კორპუსის კედლები. ვიდრე ექსპერტიზა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით დასკვნას დადებს, მცხოვრებლები დროებით საცხოვრისში არიან გადაყვანილები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გენო სიხმაშვილი გიამბობთ. ძლიერი აფეთქების ხმა ორთაჭალაში ღამის პირველ საათსა და 20 წუთზე გაისმა. 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულის ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა და დაგროვდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. წნევამ მეოთხე სართულის ფაქტობრივად ყველა ბინა დააზიანა. რამდენიმე ბინის კედლები კი სრულად ჩამოანგრია. ნანგრევებში მოყვნენ ადამიანებიც, რომლებიც მეზობლებმა გადაარჩინეს. ადგილზე მივიდნენ სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო და პოლიციის ბრიგადები. მოსახლეობისაგან კორპუსი სრულად დაცალეს. გასკდა ისეთი ხმაური იყო, მე მეგონა მიწისძვრა მეგონა მე იქ არ მიგრძნია, მაგალითად გაზის სუნი არ მიგრძნია, არ ვიცი. ხო და მე მეგონა მიწისძვრა იყო და უკვე შოკში ვარ, გაშეშებული ვარ და წინ რო ვიყურები, всё, ჩემი კარები ერთი უკვე პირდაპირ რო დაარტყა და რო ისა იქედევს, მეორე კარი აქედევს, მესამე აქედევს, მაგიდაზე რაც იდო დალეწილი ყველაფერი, სკამები, ჩანგრეულები, ხო და სად რა და არ ვიცოდი, ისე მდგომარეობაში და დავიწყე ყვირილი, მიშველეთ მეთქი და ესა და ეს იყო, რომ გავიხედე მე გარეთ გამოდითო და საშინელება იყო. რომელ სართულზე? მე-5 სართულზე და მოხდა მე-4 სართულზე. თქვენთან ახლოს მოხდა თუ სხვა მხრიდან? არა, ჩემს ქვემოთ. ჩამოგრევა ხო არ გამოიწვია ამან, აი ჩემთან არა, კარები დაკეცა მარტო. და შუშა ჩამეინტრა ეს ლოჯის. და მე-4 სართულზე რო ჩამევედით, იქ არეული იყო სულ ყველაფერი. დაანგრეული იყო და იქ ერთს ცოლ ქმარს და ბავშვს ეყარა თავზე ეს რა ქვია, ნანგრევები. მისულება დაწყდა. ხო, მეზობლებმა ჩემმა ბიჭმა და კიდევ ერთმა ბიჭმა გამოიყვანეს, ეს გადმოცემის და გამოიყვანეს. მე მგონი გაზის აფეთქება იყო, გაზი იყო დაგროვებული. რომელ სართული ალბათ მე-4, მაგრამ ვისთან მოხდა ეს არის? აი ის მამაკაცთან, რომელიც გარდაიცვალა. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე კორპუსში მცხოვრებლები ძველით ახალი წლის შემოსვლას აღნიშნავდნენ. მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის სუნი არ უგრძნიათ, თუმცა როგორც ამბობენ, უკვე დღეს დილით გაარკვეს, რომ მეზობლების ნაწილმა ეს სუნი აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე იგრძნო. თავად აფეთქება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბინებთან ერთად ლიფტის შახტას ფაქტობრივად მთლიანად გაანადგურა. ჩაწყდა ლიფტიც და ამავე შახტაში გამავალი წყლისა და საკანალიზაციო მილები გახეთქა. ასევე გაწყვიტა დენის კაბელებიც. როგორც დღეს გავიგეთ, მეზობლებს მე-5 და მე-6 სართულზე სუნი უგრძნიათ გაზის. და სავარაუდოდ გაზმა გაჟონა ლიფტის, როგორც ამბობენ, ჩაწყდა, ეს სადარბაზო გარემონტებული იყო და ეს გიფსკარდონები ჩამოყრილი, საშინელი ბუღი იდგა, კანალიზაცია გახეთქა, წყალმა გახეთქა და მიახლოებით 3-4 ბინა არის დაზიანებული. გამოვედით და იყო ყვირილი, რომ მე-4 სართული აღარ არის. ჩვენ მე-5 სართულზე კუთხისაა და ის არის შუა ნაწილი, მაგრამ ეთყობა ტალღა რო წამოვიდა, კარები გამოგვლიჯა და შუშები ჩამოილეცა ოთახში. როგორ მოახერხეთ გამოსვლა? რა მოხდა აფეთქების მერე? აფეთქების მერე კარები რო შემოინგრა, ჩაიკეტა, მერე ჩემმა ბიჭმა ძალით გამოგვლიჯა კარები და გამოვცივდით. აი როგორ ჩამოვედით? აი დღემდე უკვე ვერ ვფიქრობ, როგორ გამოვედით. იმ შოკში ვიყავით. აფეთქების შედეგად ერთი 80 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, ის სახლში მარტო ცხოვრობდა და სწორედ მის ბინაში ვარაუდობენ ბუნებრივი აირის გაჟონვასაც. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა კიდევ 4 ადამიანი. მათგან 3-ის მდგომარეობა მსუბუქი იყო და ისინი სამედიცინო დახმარების შედეგად უკვე გაეწერნენ. თუმცა რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში ამ დრომდე რჩება მე-4 დაშავებული. 25 წლის ბიჭი, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული და მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. დაზიანებულის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა ამჟამად დაძინებულია და პერსონალი ყველაფერს აკეთებს მისი დასტაბილურებისთვის. დანარჩენი ყველა
პაციენტი, რომელიც მოხვედრილი იყო კლინიკაში, ამჟამად გაწერილია და ყველა ჯანმრთელობის კუთხით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს, ასე რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს. კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ყოფილი სასტუმრო კავკასიის შენობა. მასში ძირითადად აფხაზეთიდან ომის გამო დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ამიტომ შემთხვევის ადგილზე დღეს კრწანისის გამგებელთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ექსპერტებმა კორპუსის მდგომარეობა შეისწავლეს და პირველადი შეფასებით შენობის მდგრადობას პრობლემა არ აქვს. თუმცა დახმარება დასჭირდებათ მეოთხე სართულზე მცხოვრებ მოსახლეობას და ასევე მათ, ვისაც აფეთქების შედეგად სხვადასხვა სართულებზე დაუზიანდათ ბინები. ამ დახმარებას კი თბილისის მერია და აფხაზეთის მთავრობა თავის თავზე აიღებს. არავის არ დავტოვებთ, უყურადღებოთ, ყველა ადამიანს ექნება თავშესაფარი, ყველა ადამიანს ექნება ამის საშუალება, რომ ეს პერიოდი, სადაც გაკეთდება სახლი, იყო უზრუნველყოფილები. ჩვენ იყო თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, რომელმაც შეატარა კვლევა არ დასრულებულა, დღეს ეხაც მიმდინარეობს, დასასრულთაებელია და საბოლოო დასადები, თუმცა პირველადი ინფორმაციით თვითონ შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არის ფრაგმენტები, ელემენტები, რომელიც დასამუშავებელია და ამას ყველას გავითვალისწინებთ შემდგომი სამუშაოების დროს. პრაქტიკულად მთელი სართული, ლიფტის შახტები, არაერთი ლიფტი, არამედ რამდენიმე ლიფტია დაზიანებული. მეოთხე სართული მთლიანად პრაქტიკულად იქ სადაც დაგროვდა იქ მეთანი გამონგრეულია კედლები, ყველა კარი თითქმის დაანგრეული დაზიანებულია, ну, ძიმე სანახავია ძალიან. აფხაზეთის მთავრობა უზრუნველყოფს დაზარალებული გარდაცვლის ოჯახის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. გამგეობა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ყველა აქ მაცხოვრებელს, ყველას დაბინავება მოხდა. შემთხვევის ადგილი დღეს მთელი დღის განმავლობაში ყვითელი ლენტებით იყო შემოსაზღვრული და პოლიციელები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კორპუსში მაშველებისა და სპეციალისტების გარდა არავის უშვებდნენ. მოსახლეობა კი ეზოში იყო შეკრებილი. მას შემდეგ რაც ექსპერტებმა კორპუსის მდგომარეობა შეამოწმეს, მოსახლეობა საკუთარ ბინებში რიგრიგობით შესვლისა და საჭირო ნივთების გამოტანის საშუალება მიეცათ. ისინი დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილები. კორპუსში დაბრუნების შესაძლებლობა კი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ მიეცემათ.